უკრაინის დახმარებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს დიდ ბრიტანეთში. ლონდონში თავდაცვის სამიტი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სამიტზე ლიდერები 4 მნიშვნელოვან ნაბიჯზე შეთანხმდნენ. ესენია: ომის მიმდინარეობისას უკრაინაში სამხედრო დახმარების ნაკადის შენარჩუნება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება. ნებისმიერი ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან. სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში ევროპელი ლიდერები ეცდებიან შეაკავონ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მომავალი შეჭრის მცდელობა. იქმნება მსურველთა კოალიცია უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებისთვის. თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინას $1.6 მილიარდ გადასცემს 5,000-ზე მეტი რაკეტის შესაძენად. კირ სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციიდან, თუმცა ამავე დროს მისივე თქმით შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება. დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიის გზაჯვარედინზე. ეს არ არის მომენტი მეტი საუბრისთვის, დროა ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო. ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი. არავის სურდა იმის ხილვარაც გასულ პარასკევს მოხდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასანდო მოკავშირეა. ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული სამეფოს სანდო მოკავშირე იყო მრავალი 10 წლეულის განმავლობაში და კვლავაც რჩება ასეთად. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ბირთვი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ შეძლოს თავდაცვა და ყავდეს ძლიერი არმია. დღეს ეს არმია უზარმაზარია, ასევე ბევრი მეგობრის დახმარებით და მშვიდობის დროსაც დიდი უნდა დარჩეს. ეს კიდევ ერთი ამოცანაა უკრაინის ევროპელი მეგობრებისთვის, მაგრამ ასევე მისი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორებისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახადონ მრავალი წლისა და 10 წლეულის განმავლობაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რუსეთს ყოველთვის სურდა უკრაინაში ისეთი მთავრობა, რომელიც კრემლის დაკრულზე იცეკვებდა. ეს არ შეიძლება იყოს მიღებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყოვლის მომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება განამტკიცოს და დაიცვას თავი ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე. ამიტომ აქცენტი არის არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ მაგალითად ენერგოსისტემის უზრუნველყოფაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს იყოს ძლიერი და მდგრადი ქვეყანა. კანადა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არ უნდა დასჭირდეს. რადგან უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას იცავს, არამედ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენი დემოკრატიების არსებობას. მე ვდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.